საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავისადმი მიძღვნილი შემეცნებით საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრები გრძელდება. ამჯერად ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. შეხვედრა თეოლოგიისა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ გახსნა. მან მოხსენება წარადგინა თემაზე ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა ტოტალიტარული მმართველობის პერიოდში 1921-1927 წლები. აღსანიშნავია, რომ 2026 წელს ჩვენი ერი იზეიმებს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავს. ამ თარიღთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით საქართველოს საპატრიარქოსა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით შემუშავდა სამწლიანი კულტურულ საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც ამოქმედდა 2024 წლის მაისიდან. პროგრამის მიზანია საქართველოს მოსახლეობას შეახსენოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს ჩვენი ქვეყნის უნიკალური კულტურა და ფასეულობები. პროგრამის ფარგლებში იმართება შემეცნებითი ლექციები და შემოქმედებითი საღამოები. 2026 წელს სრულიად საქართველო, ქართული სახელმწიფო და დედა ეკლესია აღნიშნავს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიით გამოცხადების 1700 წლის თავს. ეს არის ჩვენი ქართული იდენტობის, მართლმადიდებლური ცნობიერების დამამტკიცებელი გარემოება. 1700 წელი მოგეხსენეთ და 2000 წელია, რაც ჩვენ ქრისტეს გზას ვართ შედგომელი, მოგეხსენებათ შემდგომად ჯვარცმისა კვართი საქართველოს ჩაუმცანდა. და დღემდე საქართველოს ეკლესიას მტკიცედ უპყრია ქრისტეს ჯვარი, რომელიც ასევე გამტკიცებულია წმინდა ნინოს ვასის ჯვარით. ეს ეხება ასევე სწავლებით ნაწილს. დღეს საქართველოში გამოიცემა უნიკალური წიგნები მართლმადიდებლური, მათ შორის გამორჩეულად ბიბლია პოლიგლოტა, რომლის ანალოგი მსოფლიოს არ აყავს და არაერთი სასწავლებელი ასობით აღდგენილი ეკლესია მონასტერი. ეს რა თქმა უნდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის უდიდესი დამსახურებაა. ერთგვარი გამოხმაურება დღევანდელი საინტერესო კონფერენციას, რომელსაც პროფესორი ბატონი სერგო ვარდოსანიძე წაუძღვება შესანიშნავი მოხსენებით. ეს არის 21-27 წლები ურთულესი პერიოდი. გაცნობებთ, რომ უკვე მეორე წელია ინტენსიურად მიმდინარეობს საპატრიარქოსი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიება, რომლის მიზანია ქართველებს შორის ეროვნული იდენტობის, ეროვნული თვითმყოფადობის გრძნობის გაძლიერება, ჩვენი ისტორიის, ლიტერატურის, ენათმეცნიერებისა და ხელოვნებათმცოდნეების მონაწილეობით. ეს ითვალისწინებს ციკლს, ლექციათა ციკლს, რომლის მიზანი არის, რომ უშუალოდ მრევლს, საქართველოს განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას გააცნოს, გაახსენოს, შეახსენოს, ვისი გორისანი ვართ, რა მიზნებს ემსახურება საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტის არსებობა, მისი დღევანდელი გამოწვევები, რას მოითხოვს ჩვენგან და მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ ჩვენს ფესვებს. უნდა აღინიშნოს და ეს ხაზგასასმელია, რომ ჩვენი ახალგაზრდობა ძალიან ინტენსიურად ესწრება ამ ლექციებს და ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი გაიგოს ჩვენი თვითმყოფადობის შესახებ. აი დღესაც ჩვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი ხელმძღვანელობის თანხმობით და აქტიური მონაწილეობით მართავთ არაჩვეულებრივ ლექციას პროფესორ სერგო ვარდოსანიძის, რომელიც აშუქებს ათეიზმის პროპაგანდის მავნე დამღუპველ შედეგებს საქართველოს საზოგადოებრიობისათვის. მრავალი წლის განმავლობაში არქივებში მუშაობის შედეგად თავი მოუყარა მან უდიდეს მასალას და დღეს წარმოუდგინა აუდიტორიას თუ როგორი ბარბაროსული ფორმით ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლება განსაკუთრებით მართლმადიდებლურ სარწმუნოებას.